კვლავ სტუდიაში ვართ, ვინც ეხლა შემოგვიერთდა. მოგესალმებით, მშვიდობა, გამარჯობა. მე და გეგა გახლავართ კვლავ სტუდიაში და მეორე ნაწილს ვიწყებთ თქვენთან ერთად. მე სანამ ტელეფონის ნომრებს შევახსენებ, რა თქმა უნდა, ჩვენს მაყურებელს და რადიო მსმენელს. მანამდე ორი წინადადება გსურს გითხრათ, სანამ ზარი შემოვა, ორი წინადადება. იცით, ამ ნეოლიბერალურ ხელისუფლებას კონკრეტულად აქვს მრავალი უკანონო გადაწყვეტილება მიღებული, ძალიან კარგად ვიცით. ერთ-ერთი, რომელიც ასევე კრიტიკას ვერ უძლებს და აქ მრავალი რამ იკვეთება, საკმაოდ ისეთი სახე ეძლევა ყველაფერს, რომ დასაცინო ობიექტებადაც წარმოუჩნდებით მრავალთა წინაშე. ამას გაფაციცებით და ძალზედ დიდი თვალებით უყურებს. ყოველი მეზობელი შორეული თუ ახლოს მყოფი. და ეს გახლავთ თუნდაც სიტყვა არალეგიტიმურზე ადამიანთა, ასე ვთქვათ, მიმართ გამოხატული თქვენი ტაქტიკა, რომ მას აჯარიმებთ, მერე იჭერთ, აკავებთ, წლებით სოლიდურია საამისოდ, რაც დაანონსეთ. თქვენ დალოცვილებო, რა ვიცი, მაგრამ ამ დალოცვის ვერ მიმღებლებო. თორე უფალი ყველას ლოცავს და ის ნეულთათვის მოვიდა. თქვენ კარგო ადამიანებო, რა მაინც ასე მინდა მოგმართოთ და ღმერთმა ქნას, რომ რაღაც ნაბიჯი სიკარკისკენ გადაგადგმევინათ. თუ 1,200,000 ამომრჩეველი გყავთ. 1,200,000 ამომრჩეველი. ამ ერთმა მუჭა ხალხმა რამ შეგაშინათ, როგორ შეგაშინათ, კაცო. არალეგიტიმურს გიწოდებენ თუ რაღაცას იბჟუტურებენ თქვენს ენაზე. 1,200,000 კაცი გყავთ თქვენ არჩევნების კუთხით ვამო, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და თქვენ აუცილებლად ძალიან კარგად უწყით თუ რა 1,200,000 აქვს საუბარი და მართლა რეალურად როგორი დევალვაცია და როგორი ვარდნაა, რა ვიცი, თქვენი მხარდამჭერებისა. ამის გამო მოიგონეთ ზუსტად ის მეთოდი, რომ თქვენ ხალხიც აღარ დაგჭირდათ არჩევნებისათვის, ხო? მე მინდა ჩემო გეგა ესეთი კითხვით მივმართო ჩვენ საზოგადოებას, სანამ ზარები შემოვა და მე ვიცი ერთი-ორი წინადადება შენ გაქვს სათქმელი. გნებავთ ეს ორი წინადადება თქვენ თქვით ეხლა და შემდეგ მე დავსვავ კითხვას. ხო, ანუ აუცილებლად ეს უნდა ითქვას, კი არა, უნდა გთხოვოთ, მოგიწოდოთ, რა ვიცი, ყველანაირად. ეხლა მე ეს დღეები სულ ლაპარაკობდი და კიდევ ვილაპარაკებ და სულ იმაზე ვილაპარაკობთ, რომ ჩვენი დიდი ერთობისა და ერთსულოვნების და ერთობლივი ბრძოლის გარეშე არაფერი არ გამოვა. თან სოციალურ ქსელებში მუდმივი მოწოდებები მიმდინარეობს იმის შესახებ, რომ აი სათქართ, რატომ არ მოქმედებთ, რატომ არ იბრძვით და ასე შემდეგ, არა? ნუ გარკვეულ მომენტებში შეიძლება ამას გქონდეს რაღაცა საფუძველი ამ მოწოდებებს, მაგრამ უფრო ხშირად ეს არის ხოლმე ცარიელი მოწოდებები და სადაც ქმედითად რაღაცა გვითხოვია ჩვენ და გამოვსულ ვართ, იქ მყოფი საზოგადოების რაოდენობა ასახავდა მერე შედეგებს და ასე შემდეგ. ხო, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში მიმდინარეობს და რა უბედურების წინაშეც გვამყოფებს ქართული ოცნება, ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის შესახებ, რომელიც ქართული განათლების კი არა, გაუნათლებლობისკენ მიმავალი და სწორედ დასამარებისკენ მიმართული ეგრეთ წოდებული რეფორმაა, რომ ეს განათლება საქართველოში რაც ჯერ კიდევ ბჟუტავს, ისიც ჩაქრეს და საერთოდ მივიღოთ გაუნათლებელი და უწიგნური თაობა, რომელიც იქნება იაფი მუშახელი იმ არაბი და ჩინელი და ინდოელი და პაკისტანელი და სხვათა ინვესტორთა, ესე იგი, მომსახურე პერსონალი, რომლებიც უხვად ჩამოდიან საქართველოში და ყობახიძის სიტყვისაებრ ჩვენ ეს საჭიროება გვიდგას, რომ მივიღოთ, გავაღოთ ფართოდ კარებები და ავავსოთ ჩვენი ქვეყანა. ეხლა არ დამიწყოს არავინ იმაზე ლაპარაკი, რომ ესე იგი თურმე საიმიგრაციო კანონები ხორციელდება, როდესაც წეღან მე ვილაპარაკე, რომ მესამე არაბული ქალაქი შენდება თავის
თავისუფლების მოედნიდან 15 წუთის სავალზე, ხო აი ფაქტების სხვა რამეს მეტყველებს და მოკლედ, როდესაც ჩვენ აი ესეთი გამოწვევა გვიდგას, რადგან განათლების რეფორმა და პოლიტიკა, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ერთობლივ ბრძოლას და ჩვენ ერთობლივ თანადგომას. ამ შაბათს 18 საათსა და 30 წუთზე, ანუ 7:30-ზე. შაბათ 7:30-ზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, ეზოსთან იკრიბება სტუდენტები, პროფესორები, მასწავლებლები, ის ხალხი, ვისაც გული შეტკივა, არა მხოლოდ განათლების პოლიტიკაში და განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანები, არამედ იკრიბებიან ის ადამიანები, ვისაც უნდათ, რომ საქართველოს ეს დიდი საფრთხე აარიდონ თავიდან, რის წინაშე ჩვენ ვდგავართ. და მე მოგიწოდებთ და გთხოვთ და აუცილებლობათაც მივიჩნევ თითოეული მოქალაქისა, ვისაც რაღაც გადაუდებელი აუცილებლობა არ აქვს იმისა, რომ იქ ვერ მოვიდეს. აუცილებლობა და ვალდებულებაა დღეს ეს ბრძოლა საქართველოს მოქალაქეებისათვის. და აი ამ ბრძოლაში თანადგომასა და ჩართვისთვის მე მოგიწოდებთ, რომ შაბათ 7:30-ზე მობრძანდეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, იქ მოისმინოთ სამოქმედო გეგმა და შემოუერთდეთ ამ საპროტესტო მოძრაობას, რომელიც საქართველოს აარიდებს აი ამ დიდ განსაცდელს და ამ პრობლემას, რასაც გვიხადის ქართული ოცნება საქართველოს განათლების სისტემის დეგრადაციის თვალსაზრისით. კი ბატონო. ყველანი უნდა მობრძანდეთ, ყველანი უნდა მივიდეს და ერთობლივად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველო ამ კუთხითაც გადავარჩინოთ და კიდევ მრავალი კუთხით და მრავალი თვალსაზრისით გვაქვს ჩვენი სამშობლო გადასარჩენი. მოკლედ 7:30-ზე შაბათს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ვაკეში გელოდებით ყველას. კი ბატონო, გეგა, მადლობა ამ ინფორმაციისათვის, შეუერთდები რა თქმა უნდა შენს მიმართვას და თხოვნას თავისთავად ამ კრებითობის გარეშე არც შეიძლება და წარმოუდგენელია საერთოდ ნებისმიერი საქმის დადებითად დასრულება. ჯერ დაწყება და შემდეგ დასრულება. რაც შეეხება ახლა ჩემს მიერ ნათქვამ კითხვას, ხო, მკითხვებს. მე მინდა მოგმართოთ თქვენ ოცნების ეგრეთ წოდებულ მხარდამჭერებს. არა იმ ადამიანებს, მეგობრებო, რომლებიც ახლა დღესაც ფიქრობთ, რომ ქვეყანა წინ მიდის. ქვეყანა ვითარდება და რას ბრძანებ თურმე? არა, ასეთ ადამიანებს მე პირველ რიგში კურნებას გისურვებთ, მართლა ალალად და გულწრფელად კურნებას. ღმერთმა მოგმადლოთ ეს კურნება, მაგრამ იმ ადამიანებს ახლა პირში რო წყალი აქვთ, ესენი არ არიან ცოტანი, მინდა მოგმართოთ. დღესდღეობით ქვეყანა ერთ ადგილზეა გაჩერებული თუ უკუსვლა. უკუსვლით ავართ ახლა დაკავებულნი. აი ეს კითხვა მაქვს იმ ადამიანებზე, რომელთაც ასე ვთქვათ მე რომელთა შესახებაც 2-20 სიტყვით აღვნიშნე და მეორე კითხვა ყველას ეკუთვნის აბსოლუტურად. მინდა ასე მოგმართოთ ამ კითხვით და ამის შესახებაც ვისაუბროთ, რომ თუ მიგაჩნიათ, რომ ეს ტირანია დიდხანს არ გაგრძელდება, მაშინ რა ღონისძიებებს ხედავთ, რა არის საჭირო? გნებავთ სახალხო რესურსში და არა მხოლოდ, რომ მეტად უმტკივნეულო იყოს ის პროცესი, რაც ყველას ერთად ჩვენს ქვეყანას უნდა, რაც საქვეყნოც არის და საღმრთო შედეგიც და რა თქმა უნდა, არც გრძელვადიანად გაგრძელდეს. შესაძლოა კითხვა გრძელი აღმოჩნდა, მაგრამ საკმაოდ ასე ვთქვათ, ლაკონურად მაინც მოიაზრება ჩემი კითხვის შინაარსი. მე მინდა წავიკითხო ტელეფონის ნომერი და შევახსენო ჩვენს რადიო მსმენელს, ეს 557-ია კვლავინდებურად 885588. და რა თქმა უნდა დაველოდებით თქვენ ზარებს, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ამ კითხვებზე პასუხი და შესაძლოა ძალიან კარგადაც არ ვიცოდეთ. თუმცა კი არაერთ გზის გვითქვამს ჩვენ გამოსავლის შესახებ კიდევ ვიტყვით, მაგრამ თქვენი მოსაზრება იმდენად რამდენადაც ჩვენ ერთნი ვართ და თანამოაზრეებიც უნდა ვიყოთ ამ საერთო სამამულიშვილო საქმეში, თქვენ მოსაზრებამ ის იქნებ რაიმე კიდევ ძალა, აზრი, ფორმატი შესძინოს სწორედაც ჩვენს ერთობას. რა პასუხსაც თქვენ გავცემთ, რა თქმა უნდა, ამის ირგვლივ
არა გაუთავებლად, მაგრამ იქნება ჩვენი რეაქციაც და პასუხიც შესაბამისად. რაც შეეხება ჩვენ წეხან საუბრობდით სოციალურ დახმარებებზე, გეგა და ეს სოციალური დახმარება ვიცით ჩვენ მილიონ ადამიანს აქვს თითქმის და მილიონამდე 700,000 მოლოდინშია სოციალური დახმარების მიღების მოლოდინში ბრძანდებიან. ქვეყანა, რომელიც თურმე ინდექსებით პირველზე ყოფილვათ, თუნდაც ეს სეგმენტი, სოციალურ შეჭირვებულთა სეგმენტი, ხომ ეს ფენა ცხადყოფს და მეტყველებს, რაოდენ დიდ ტრაგიკულ ყოფაშია ჩვენი მოსახლეობა და სრულიად საქართველო. ის საკმაოდ ცინიკური და შეურაცხმყოფელი ინდექსი, რასაც ქვია, აი თურმე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ჩვენ აი ამ ინდექსით, რომ აქ ძალზედ კარგად და წარმატებულად ვართ და აღარ ყოლია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ადამიანები და ამით ჩვენ უსწრებთ ბევრ ქვეყანას, ამას ამყარებენ საკმაოდ კრიტიკას რომ ვერ უძლებს ისეთი ციფრებით, რასაც ქვია 255 ლარი სამხმარებლო კალათა, ხო, საარსებო მინიმუმი. აღარ ვსაუბრობთ ახლა ფასებზე და ასე შემდეგ. ზარია ეთერში გისმენთ, მოგბრძანდით. გამარჯობათ. გამარჯობათ, მამული შვილებო. იცოცხლეთ. გამარჯობათ. სასემუნა თქვენი საუბრები. გაიხარეთ. მე მინდა გთხოვოთ ახლა. დიახ, ბრძანეთ. ბატონმა გეგამბრძანა შაბათსა და რომელიც რომელი რიცხვია შაბათს? ხო. დღეს ხუთშაბათია და არის 19 და ავტომატურად 21 რიცხვი გამოდის რა არითმეტიკულად. ხო. გასაგებია. 7:09. თქვენთანა ვართ, განაგდეთ ეგ საუბრები. გაიხარეთ. ხელი გამოიღვიძებ და მიხედავს ამბეთმულ სამშობლო საქართველოს. გაგახაროს უფალმა ღმერთმა, გაგახაროს. იცოცხლეთ. თქვენთან ვარ ძმებო, მეგობრებო. უღრმესი მადლობა. ჩვენ გვერდში გვიგულეთ ანალოგიურად. იცოცხლეთ. იგივე პათოსი. იცოცხლეთ. გაიხარეთ. ჩვენ ერთნი ვართ ბრძოლაში. ერთნი ვართ და საერთოდაც სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკვდარ არს. მოკლედ როცა შევპირდებით ერთმანეთს შევასრულოთ. შაბათს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვისაც არ მოგისმენიათ, აი ამ შაბათს 21 რიცხვში, ანუ ზეგ 7-ის ნახევარზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოსთან იკრიბება საქართველოს მოქალაქეები. ის ხალხი, ვისაც შეტკივა გული, რომ საქართველო გამოიხსნას აი ამ უბედურებისგან, რასაც დღეს ქართული ოცნება გვიქადის, ანუ ეს არის ეგრეთ წოდებული განათლების, მე მას გაუნათლებლობის რეფორმა დავარქვი. ანუ მიზანმიმართული გაუნათლებლობის კამპანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება ნაკლები განათლებული ახალგაზრდა და სტუდენტი არსებობდეს და რაც შეიძლება მეტი საქართველოს მოქალაქე იქცეს უცხო ქვეყნის მესვეურთა ხელის მოსამსახურეებად. აი ზუსტად ასია და მობრძანდით და შემოგვიერთით ამაში. ზარია ეთერში მობრძანდით, გამარჯობათ. ისმენთ. გამარჯობათ. იცოცხლეთ, გამარჯობათ. ესე იგი, განათლება ხო ებრძვიან განათლება. მარტო ეცებას არ ვიძახი. ნახევარი მშობლიო, ნახევარი მშობლიოს ებრძვის, არანორმალურები, ნორმალური. ჩვენთან ჯაფრაც არის, იმიტომ ტიპი არის ეს ქვეყანა მშობლიოს. ხო და ბავშვები მეკითხებიან დიდ გორზე მეტი ბოძოლაო რა მოგებული გვაქვს ეგეც არის და კიდევ ერთი არცის მინდა რომ დიახ ფათ ვინმე არის უფროსი ამ პრეზიდენტია პრემიერი ეგრეთ თქვა გიორგი მე-12-ემ რომ ხალხი მეფე ხალხისთვის და არა ხალხი მეფისათვის ასეც უნდა გავითვალისწინო დიახ გაიხარეთ გაგახაროთ უფალმა გიორგი მე-12-ეს სამწუხაროდ, მაგრამ ალბათ კუთვნილად შესაბამისი თიკუნი ერგო ამ ისტორიულ პერსონაჟს მართლა მეფეს მას ზაქიჭამია უწოდა ქართველმა ხალხმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს სიტყვებიც თქვენ რაც ბრძანეთ გიორგი მე-12-ეს მიერ, ამ მეფის მიერ წარმოთქმული და არაერთი საქმე, სწორედაც ეროვნულ
ჭრილში, ეროვნულ ფერხულში და საქვეყნოდ დასანახი და განსახილველია. აი ვაი მათ და გნებავთ დღევანდელებს, რომლებსაც თიკუნიზე აღარ არის და ეპითეტზე საუბარი. მათი თიკუნი შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, რადგან ყველა, ასე ვთქვათ, ნეგატიური შინაარსის მეტსახელს აკმაყოფილებდნენ. აი ვაი მათ, რომელთა ლექსიკიდან და საქმიდან ელემენტარული სათნოება არ გამომდნარა ჯერ კიდევ. მობრძანდით ზარია. ალო. დიახ, გამარჯობათ. კარგი მოგწოს, მეო. იცოცხლე. ისე ასე თქვი? ბევრჯერ ყოფილვარ აი მაგ და დაწყებული ბათუმიდან ერთი სოფლელი კაცი გაწუხებთ. მაგრამ სადღაც უკვე გული გადახილი მაქვს რა. ასე არ შეიძლება, ბრატვა. ცუდად ვირის ყველაფერი. ერთმანეთის ლანძღვის არაფერი არ გამოვა. აი მარტო ჩამოვდიოდი ჩემი სოფლიდან, როცა მოგვიწოდებდა აი ეს ადამიანები ეხლა რო ტელევიზორის წინ ზივარ და უსხნენ. ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, სპორტსასახლე ორჯერ. ამერიკის ნაბოზვარი. კარგით, უკაცრავად, მადლობა ზარისათვის. და რაც შეეხება, ასე ვთქვათ, რომ თქვენ აქ ჩამობრძანდებოდით ხოლმე, მე მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ გამოწვევები უფრო მრავალფეროვანი და უფრო ხისტი გახდა, უფრო მომწყვლადი გახდა და საშიშროების მომტანი ჩვენი ქვეყნისათვის და ბრძოლას რომ ყოველთვის აზრი აქვს და რომ გავთითოკაცდეთ მაშინაც კი ჯვარი ბწერია გათითოკაცებისაგან ეს ამას ფიცი მტკიცი რაღაც მტკიცებულებები დამატებითი დღესაც იგივე ქართველი ხალხის უნდა შევიკრიბოთ ქართულ ხალხში ეს განწყობა მე ამაზე ბევრჯერ მისაუბრე ნიჰილისტური განწყობა და ეს გულგატეხილობა რაც თქვენ ახსენეთ ეს თანმდებია ჩვენი დროის ცნეულებაა და ზუსტად ეს გააკეთა ქართული ოცნების ამ სისტემამ ამ წლების განმავლობაში რომ ბოლომდე ჩაკლა იმედი რომ რაღაცის შეცვლა შეიძლება საქართველოში აი მე კარგად მახსოვს ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების ბოლო ინტერვიუში არჩევნების წინა ბოლო ინტერვიუში თქვა რომ ნამდვილ ოპოზიციას მე შევქმნიო და დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ის ქმნის თავის ოპოზიციას ის ქმნის თავის სატელიტურ ძალებს აფინანსებს ამ ძალებს უხსნის ასპარეს და ჭადრაკის ორივე ფიგურებით თვითონ თამაშობს და ჩვენ შუა გავკრიფა როგორც მან თქვა რომ შუა უნდა გაიკრიფოს ეს ახსოვდა და დღეს ისევ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს პოზიცია ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ერის მართვის სადავები და ჩვენი სამშობლო მთელმა ერმა და ამისათვის თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ ვერც ვერაფერს ვერ დავიბრუნებთ და კიდე უფრო მეტად გარიყული და კიდე უფრო მეტად გულგატეხილები და ნიჰილისტები დავრჩებით ეს აი რეალობა და ჭეშმარიტება დიახ გეთანხმებით ზარია ეთერში მობრძანდით მობრძანდით გამარჯობათ გისმენთ მე მგონი გაითიშა გაითიშა კი ბატონო ხო არა იცი რა გეგა გულგაკეტეხილობის კულტივაცია და ყველაფერი მოიმოქმედა არსებულმა ხელისუფალმა თან კადრს მიღმა მყოფმა კულისებში მყოფმა ისე რომ საერთოდ სამოხელეო არანაირი სახელო რომ არ გააჩინა და საერთოდ არა იურიდიულმა პირმაც რა არა სახელისუფლებო ორგანოში შეიძლება ასე ითქვას ეს იმდენად ჩრდილოვანი პოლიტიკაა იმდენად ჩრდილოვანი მართვა რომ ასეთი მართვებისაგან გნებავთ შუა აზიის აი მართლაც სუნიტურ შეიტური მუსლიმ ისლამის მიმდევარი ქვეყნების წარმომადგენლებიც კი აღარ გამოირჩევიან. იქ ვინც მართავს პირველი პირიც ის არის, იცით?
ემირი იქნება სულიერ ლიდერი თუ ასე ჭრდილში არავინ აღარ ადგას თითქმის გარდა აი ამ ჩვენი ოლიგარქისა ჩვენ კი უწოდებთ ჩვენსას, მაგრამ იმისთვის არასდროს არ გავხდებით ჩვენ, ყოველ შემთხვევაში დღემდე არასდროს არ მოუხსენიებია თავის ქვეყანა და ეს საქმითაც დაუდასტურებია, რადგან კონკრეტულად ვიტყვი, ის რაც მან გააკეთა, მადლობა უფალს ამისათვის. შეეწია, იქ დახარჯა, იქ ხელოვნება, ყველაფერს აბსოლუტურად ქონია სარჩული და ეს დღესდღეობით და არა მხოლოდ დღესდღეობით დასტურდება უკვე მრავალი წელია. ამ ადამიანმა ერთი 100 მაგათ ამოიღო ის რაც დახარჯა, იცით? ასე რომ ილუზიების ტყვეობაში ნუ იქნებით. ზარია ეთერში მოგზანდით. გამარჯობა. გამარჯობა. მე ასეთი მეორდება, მაგრამ ეხ ბძანეთ. ჩვენ გვესმის თქვენი. კარგი, ძალიან კარგი. აი, რატომ არ ქმნით თქვენ საკოორდინაციო საბჭოს, სადაც გაერთიანდებით სხვადასხვა დაჯგუფებები, პარტიები არის ეროვნული ნიადაგები და რომ გაერთიანდეთ თქვენ თვითონ ლიდერები გაერთიანდეთ და ხალხიც გამოყვებათ. ჩვენ რო უყურეთ რომ ხერხად ცალ-ცალკე ყველა ერთას უბერავთ და ილაშობით ხალხი გაბნეულია ისედაც და თქვენი ეს გაქცეულობა და ჩვენ არ ვუბერავთ პატივცემულო ჯერ მაგას შეგისწორებთ ჯერ მაგას შეგისწორებთ ჩვენ არ ვუბერავთ არც ჩვენსას და არც სხვისას შექმნათ გამგეგმოთ გამოქმედეთ გეგმა ვიმოქმედოთ არის ხოლმე გასაგე არ გახვიდეთ მაშინ ეთერიდან ეთერში ხართ კი ბატონო თქვენ ბრძანეთ რომ საკოორდინაციო საბჭო შეგექმნათო თქვენ როგორ ფიქრობთ ეს ეროვნული ერთობა სადაც რამდენიმე პოლიტიკური პარტია რამდენიმე ჯგუფი ასე თქვა არასამთავრობო ორგანიზაციისა ხომ აი 40 გადააჭარბა ეს აქ კოორდინაცია და საკოორდინაციო ასე თქვა მუშაობები არ მიმდინარეობს თუ სულ სხვა რამ წარმონაქმნია ეს პოლიტიკური ერთობა შედგა სწორედაც იმის გამო და დღესაც ღიაა კარები რომ ნამდვილი ეროვნული ძალები შემოგვიერთდნენ მათი აზრი გავითვალისწინოთ მოვუსმინოთ თანაზიარი გავხდეთ ჩვენ ამ ქვეყნის გამოხსნაში ამ ქვეყნის გამოხსნისათვის გზების ძიებაში და ამიტომ ესაა კოორდინაცია მეგობარო ესაა საკოორდინაციო საბჭო სწორედაც აი ეს პოლიტიკური ერთობა სადაც კარი არავის არ დახურვია და აწი როგორ დაუხურავთ ხო კარგი დავიდე ეხლა მე მომიცინე რა ის საქმე ზუსტად მაგაში არის რომ ყველას გონია რომ იქა სადაც ჩიქნიერიან საკოორდინაციო საბჭო ისინი არიან მათთან უნდა მივიდეს ყველა ასე არ გამოვა თქვენ თვითონ დაჯექით ლიდერებას ეს პარტიები პარტიები ერთმანეთს რომელი პარტიები სახელები დაასახელეთ კონკრეტულად ვიზე საუბრობთ ანუ ვისთან გინდათ რომ გავერთიანდეთ ჩემთვის სულეთია თქვენ აი მაგალითად კონსერვატორები დიდი ქართული გაერთიანება ნუ კიდე არის რა დიახ თქვენ ალბათ გემახსოვრებათ რომ კონსერვატორები თან ერთად ჩვენ საერთო ბრძოლა გქონდა და არჩევნებშიც მივიღეთ მონაწილეობა გაითიშა ზარი ეს უნდა გახსოვდეთ ალბათ და მათ მერე თავიანთი გეზი აირჩიეს მარტო ყოფნა ისურვეს რა თქმა უნდა აქ ის ნომენკლატურული რაღაც პარტმუშაკები არ არიან და არც კაკებესა და ანდროპოვის სისტემა რაც არ უნდა ბოლშევიკურ რეჟიმად გადააქციოს ეხლა და ჩრდილოეთ კორეას თუნდაც დაამგვანოს არსებულმა ოფიციოზმა ამ ერთობაში არის სრული დემოკრატია დემონკრატია არა ხალხის მართლობა რომ უფროსიც და უმცროსიც ერთმანეთს უსმენს და საერთო აზრის გამოტანის შემთხვევაში
რა თქმა უნდა, საერთო პოლიტიკით, საერთო შინაარსით ჩვენ წარდგებით ხოლმე საზოგადოების წინაშე. არა მხოლოდ ტელევიზიით, ჩაუხრელად ისე როგორც შეგვიძლია და ჩვენ ძალებს არ აღემატება, რა თქმა უნდა, ქმედითათაც, პრაქტიკულადაც გესმით და კარგი იქნებოდა რომ ეთერში ყოფილიყავით. ხო. ზარია ეთერში მოგბრძანდით. გამარჯობა. გაგიმარჯვეთ. პირველ შეკითხვაზე საერთოდ მოკლედ ვისწრაფოთ რომ არ წაგრძელდეს. პირველ შეკითხვაზე რა თქმა უნდა უკვე ქვეყანაში. დიახ. არის ახლა საწინააღმდეგო ოპერაციები თქმა ყველა მეორე შეკითხვაზე გამოსავალი მხოლოდ თელ ხალხს ერთიანობაშია. შვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს მთავრობა. კი ბატონო. აი ამასია მხოლოდ გამოსავალი. კი ბატონო. აიხარეთ, მადლობა. ბოლო გამომსვლელმა უკვე რამდენჯერმე ახსენეს გაერთიანების საკითხი და არ შემიძლია ამას არ გამოვეხმოვრო. ანუ სამ ნაწილად გავყოფ ამ პასუხს რა. პირველი მე როგორც გეგა ხვედელიძე, მე პიროვნულად ყველგან ჩემს ხელს არსებული ყველა რესურსი და ყველა საშუალება და მათ შორის ამ ეთერითაც და ჩემთან ერთად ბექაც და ჩვენ ყველა მუდმივად საუბრობთ დიდი გაერთიანების, დიდი ეროვნული ერთობის აუცილებლობაზე. ეს ცალსახად ასია და რასაც შეეწირა ჩვენი ლევან ჩაჩუა, ეს ერთი. მეორე, ჩვენ მეც და ბექა კაპანაძეც წარმოვადგენთ პოლიტიკურ ერთობა ქართულ იდეას და ქართულ იდეის რეგისტრაცია, პოლიტიკური რეგისტრაცია გავაუქმეთ ჩვენ სწორედ იმიტომ ლევან ჩაჩუას გადაწყვეტილებით და ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით, რომ გაერთიანებულიყო ეროვნული ძალები და ჩვენ დავთმეთ პარტიული ბრძოლა ვიწრო პარტიული გაგებით, ანუ ქართულ იდეის რეგისტრაცია გავაუქმეთ იმისთვის, რომ ეს დიდი ერთობა შემდგარიყო და პატრიოტთა ალიანსის ირგვლივ ჩვენ ქართული იდეა სხვა ძალებთან ერთად ეს არის დაახლოებით 50-მდე ორგანიზაცია გავერთიანდით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ეს მეორე ნაწილი და მესამე ნაწილი, რაც ეხება იმას, რომ ჩვენ ვისთან გვინდა ერთობა და ვისთან ვესწრაფით ერთობას. არსებობენ საქართველოში ოდიოზური ძალები და პიროვნებები, რომელთან ერთობაც არც კი გარიხილება, ხო? ანუ გულისხმობ ამ ლიბერალურ ერწოდებული იშტაბლიშმენტს, ასე შემდეგ, ვის თქვენ ყველამ კარგად იცით. დანარჩენ ძალებთან იყო ეს კონსერვატიული მოძრაობა, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩვენ ეს ერთობა უკვე გქონდა და ჩვენ ერთობლივად მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ მათ თავად გადაწყვიტეს, რომ ცალკე უნდა მიეღოთ გაეგრძელებინათ პოლიტიკური ბრძოლა, როგორც პოლიტიკურ პარტიას და ჩვენ ძალადობრივი მეთოდებით ხო არ შევინარჩუნებთ ამ ერთობას, ანუ ეს იყო მათი პიროვნული და პარტიული გადაწყვეტილება, რომ კონსერვატიული მოძრაობა გამოეყო ამ ერთობას. და ასევე სხვა ძალები, ვისაც არ უნდა ჩვენ ეს ძალით ვერ მოახერხეთ, მაგრამ ჩვენგან ეს მზაობა არის, ჩვენგან ეს მოწოდებები მუდმივად ისმის და ჩვენ კვლავ ვიმეორებთ, რომ დიდი საერთო სახალხო ეროვნული დიდი ერთობის გარეშე ჩვენ საქართველოს უკარგავთ, ჩვენ როგორც ერი ვკვდებით და ჩვენ სამშობლო უნდა დავიბრუნოთ სწორედ ამ გაერთიანებით და მე პირადად ვიმეორებ გეგა ხვედელიძე და ჩვენ ყველა ერთად სწორედ ამაზე ვლაპარაკობთ მუდმივად და ცილისწამებაც კია ის, რომ გვეუბნებიან, რომ ეს ასე არ არის. ეს ნამდვილად ცილისწამება. დიახ, გეგა, ზარი შემოუშვათ ეთერში თუ შეიძლება, მოგბრძანდით. მოგესალმებით ბატონებო. გამარჯობათ. ახლა ის დასახლებაში ვიყოფები. დიახ. შეფშებზე ტელევიზია და ალაგ-ალაგ ისმის. ხური მოუყარი წინა გამოსვლები იყო თუ იმის წინა იყო. ნუ მოგვიწევდა რომ გაერთიანდით კონსერვატორებთანო. მე მინდა მას და მისნაირად მოაზროვნე ხალხს უთხრა კონსერვატორები იყვნენ პატრიოტთა ალიანსთან, რომელშიც გაერთიანებულია 11 პარტია და 50-მდე ორგანიზაცია და მათო კონსერვატორებია ცოტა ჩუას მოუხმეთ ხალხო. ეხლა სამფრენა ორგანიზაცია რომ ისიც გაერთიანდეს, რომ აი ასეთ სულერულ ბოდლაში დრო გარბის და ქვეყანა იგუბება ხალხო. კონსერვატორული პარტია თუ გნებავთ შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. პარტია რო შეიქმნეს და ფეხზე დადგეს და ტელევიზია ყოდეს, იმას უნდა სახსრები.
მაგათ თითოეულს ყველას ვიც აქტივისტები იყვნენ თავიდან ქონდათ უზარმაზარი ხელფასები რომ იცოდეთ თუ არ იცით ხო გაიკითხეთ და მერე შემოდით და მერე იბრაცუნეთ რაღაცები პირდაპირ ეთერში ცოტა მოევზადეთ ხოლმე და ცოტა აზრიანად ლაპარაკეთ ეხლა არ ლაპარაკი ის იმასთან გაერთიანდეს ეს ამასთან ქვეყანა იღუპება ხალხო დაგახრო გაერთიანდი ხო იაზროვნო ისე მარტო პარტია შემოვიდა გაიქცა წავიდა ხო თვითონ კი არ წავიდა უთხეს წავიდა და წავიდა გასაგებია თქვენი ასე ვთქვათ მომართვა და თქვენი შინაარსი მადლობა ზარისათვის გაიხარეთ ეთერში ბრძანდებით ისევ არა ვიცით რა მინდა გითხრათ დავამატო ჩვენ არა გვაქვს ის ფუფუნება რომ ეროვნულ ფლანგზე მყოფ ძალებთან კავშირში და მათ მიმართებით ექსცენტრიული და ხისტები ვიყოთ იცით თუ მავანსა და მავანს ან ვინმეს ოდესმე გადაწყვეტილი ჰქონდა ვინმეს მართვა და გარკვეულწილად ეს შეძლო თუ არა მე აქაც სკეპტიკურად ვარ განწყობილი და რატომ მით უმეტეს თუ ვინმე ახალგაზრდებზე აკეთებს ფსონს იმ ახალგაზრდებზე რომლებიც აზროვნებენ და რომლებიც ეროვნული ლექსიკით გამოირჩეოდნენ ყოველთვის ესეც უინტელექტო ფსონია ესეც უინტელექტო და არაშორს მიმავალი აი 2 მეტრაში არ მიმავალი ფსონი და ვერბოვკა თუ კი არის ასეთი რამ რადგან იმ ადამიანებს რომლებიც აზროვნებენ და რა თქმა უნდა ახალგაზრდები არიან მართვის სადავეებს და აღვირს ამ სრულიად და ყველაფრისაგან თავისუფალ სამყაროში ვერ ამოზდებ და ვერ მიაღწევ ბოლომდე საწადელს ეს ზოგადად რომ გითხრათ და ისე ზარისათვის მადლობა გაგახაროთ უფალმა მორიგი ზარია ეთერში მოგზავნე მოგესალმებით ჩხორზუდან გასუხეთ გაიხარეთ სალამი აქედან მოკითხვა ჩხოროწყუს მადლობა აი თქვენ გამოსვლებში კიდევ ინდივიდუალურად გამოდიან მეწვეული სტუმრები ტელევიზიაში ყველა ლაპარაკობს რა უნდა ვიბრძოლოთ რაღაც ერთიანობა და რაღაცა ეს პრო რა თქმა უნდა გადის მე მესმის ახლა თქვენ და კონსერვატორები გაერთიანებული ვიყავით მაგრამ რა წარმოგიდგენ 40 ორგანიზაცია 240 პარტია თუ არსებობს საერთოდ არის და ერთი ძმები მარტინენგები და კიდე 2-3 იყო და გამოდიოდა ახლა ეს პარტია და შეიძლება თქვენ უფრო ხანდაზმული პარტია და თქვენ რესურსები გააგდათ ყოველთვის აინშტაინის ფორმულა და იმას გიჩვენეს და ზღაბარი იყო რა ისედაც სასაცილო რაღაცა იყო რატომ კონდა და რატო არა მე არ ვიცი გამოსავალს ვერავინ ლაპარაკობს ერთია გამოსავალი ლაპარაკობენ გავერთიან და ვიბრძოლოთ აი ვიბრძოლოთ როგორ როცა ყავდათ აქციის მონაწილეები 150 200 კიდე უფრო მეტი ხო მაჟი ნეგრი სამოქალაქო საზოგადოება ჩვენ არაფერს ვაჭი ერთი ოროლა თუ გამოვიდოდა პოლიტიკაში მაშინ გაუშვეს თუ რაღაცა ფიქრობენ მაშინ გაუშვეს ხელიდან არა კიდე 4 ოქტომბერზე პატა ლაპარაკობდა ბუტულან 4 საათი და 2 საათი დაგდება 8 საათზე თავისუფალი იქნეს მე არის ასე იყო მურთაზოდევა რა წუას ემსახურებოდა ეს ხალხი და რა იყო გარანტირებული ასე ესე იგი წარმოდგენა დაკარგული მაგე ოპოზიცია რასაქვია დავჭარ გასაგებია ფიქრობ რომ 2008 წლამდე ესენი ჩებიან ეს კარგია თუ ცუდია ეს სხვა ამბავია აქეთ კიდე იმედი ქონდათ ევროკავშირის სანქციები ესე არაფერი არ წამოვიდა ჩვენზეა დამკვიდრება მაგრამ ოღონდ ყოველდღე ახალ კანონებს ხებულებენ რომელიც ადამიანს უგლებს ხუდავს რომ საბოდას უგეთებ არა ლეგიტიმური ხარ და ამაზე სტროგია და რაღაც აგრე უფრო ეფექტური იყო ეს სოლა ახლა მე არ ვიცი ვერც მაგას ეშველეს სახელმწიფოს
მერტმაკრას. გისმენოთ უფალმა, მადლობა ზარისათვის, მადლობა გაიხარით. ხო, რა თქმა უნდა, დიდ ნაწილში დაგეთანხმებით, თითქმის ანალოგიურად ფიქრობთ, რაც შეეხება ხელიდან გაშვების ფაქტს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, გამოწვევები განსაკუთრებულად გაბევრდა და გამრავალფეროვდა და თან მხოლოდ ნეგატივის, მხოლოდ უარყოფით პლანში, მხოლოდ აი მართლა დიდი საშიშროებების კუთხით, იცით? მაშინ ვიცოდით რა იყო, როგორ იყო, ის გამოსვლებიც იცით, ამ არამდგრად სისტემას, თან მდგრადი განვითარების სამინისტროც აგვაქვს, როგორც ცინიზმია, ამ არამდგრად სისტემ ქვეყანას ყველა მიმართულებით არამდგრადს, რადგან ეს ყველაფერი ამ ორმა რეჟიმმა და არანაკლებ შევარდნაძის დროს ამ სამივე რეჟიმმა ეს ყველაფერი აი ასე მოამწიფეს და შედეგად ნაყოფად მოგვიტანეს. ამ სისტემას იცით, არაერთი გამოსვლები, არაერთი რყევები და რევოლუციები უნახავს. სისხლისღვრა, დიახ, ჯერ მარტო შევარდნაძის პერიოდში დახვრეტილი მიტინგები, მანამდეც ახლა ეროვნულ მოძრაობაში მოგეხსენებათ და გემახსოვრებათ რა პერიპეტიები და რა ანთებული მართლა სანთელივით ხალხი ბრძანდებოდა, თუმცა იქაც ჩანერგეს, იქაც ვამჩნევთ და ვიცით და კარგად გვახსოვს ეროვნულ ხელისუფლებას, რაც დამართა ქართველმა ერმა, დიახ, მაგრამ ამ ყოველივეს აი მოკლედ ვიტყვი და ზარს შემოუშვებ. დღეს განსაკუთრებულად სხვა გამოწვევებია, იცით და ხშირი რყევები, აბა მილიონი გამოვიდეთ ახლა და დავამხოთ. ამას მხოლოდ და მხოლოდ სისხლისღვრა, ამას მე რატომ დავსვი ეს კითხვა პატივცემულებო, რაც შეიძლება მეტად უმტკივნეულოდ, მშვიდობიანად, მაგრამ სწრაფად, რა გესახებათ ამ სახალხო რესურსში და თუნდაც არასახალხო რესურსში, იცით? და ის გამომსვლელიც თუნდაც ხუთზე კაციც და ისეთ სათქმელია, საკმაოდ შემცირდა ბატონებო, შემცირდა. აი ესაა ჩვენი სნეულება. დიახ, კამფეტებზე და აღარ მინდა კიდევ იმ პროდუქტების ჩამოთვლა, თუ რაზე დახარბდა გაჭირვებული ქართველი, გასაცოდავებული ადამიანი. მაგრამ ღმერთმა ანუქნას, რომ ეს სიჭარბე იყოს და ისეთი გადამწყვეტი სიჭარბე ჩვენს ქვეყანაში. მობრძანდით ზარია ეთერში. გამარჯობათ, ეთერში ბრძანდებით. ალო. დიახ, ეთერში ხართ. გამარჯობათ ბატონებო, გამარჯობათ. გამარჯობათ. ძალიან მომწონს თქვენი გამოსვლა და თქვენი ერთგულება სამშობლოში და ჩვენი საქართველოს იცოცხლეთ. სიყვარულშია. მაგრამ ერთი რამ არ მარტოს, ბატონო. თავრობა ბიზინა ივანიშვილი არაფერ ხუთს არ გვიგდებს, რამდენიც გინდა გამოვიდეთ, რამდენიც გინდა გამოხვიდეთ. პირდაპირ იმასთან მივიდეთ, იმ ბიზნესთან და შევეკითხოთ, რა დაუშავა ქართველმა ერმა, რომ ესე ანადგურებს და ესე შემოუსვა ამდენი უსწროები და ახლა არაბების ხაშხნებს შეეცდა. რა დაუშავა ერმა, როცა ჩვენი მეფეები მემაცულს ვენაცვალე. თავიანთ თავს ასწირავდნენ, შვილებს ასწირავდნენ, ერის გადასარჩენად. ჭეშმარიტად. ეხ, სადღაა ეგ სულიერება, ბატონო. ქართველმა ერმა მით უმეტეს მილიარდები დახარჯა, მაგრამ ეგდეთი დახარჯვარად მინე, როცა ერთი ერი განადგურდა და ერი ნადგურდა. ბატონებო, ხოვთ, გეხვეწებით. ბიზნესთან მივიდეთ, იმის კარებზე, სად არის იმას უთხრათ. გაგვთას პასუხი, რას აკეთებს ამას? რატომ გვიკეთებს ამას? რატომ უნდა ჩვენი ერი მიწიდან აღგავოს? ბატონო, როგორ არის შემორჩენილი? რომ რამდენ სასტირამდე ეთევან დედოფალი მეიმის სულწენათვალე. ალმა რა გააკეთა, არც ეროვნებაზე და არც მართლმადიდებლობაზე უარის ხოდა ხელი შანტი დააცვალეს ერთი და ის. იცოცხლეთ. მადლობა ზარისათვის გაგახაროთ უფალმა. ეხლა თქვენს კარგად იცით, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აბოდებს და დიდი ის არა აქვს
მოუთფენლად არ ელის ჩვენ სტუმრობას და ჩვენი მასპინძლობის ხასიათზე რომ არასდროს არ იქნება, ესეც ნათელია და განა ჩვენ რას ვაკეთებთ სხვას თუ არ მივმართავთ ამ სტუდიიდან, სხვადასხვა ფორმატიდან, ბიზნეს მიმართვებიც არანაკლებია და საერთოდ მასზე დამორჩილებული ამ ოცნების გუნდის მიმართაც, იცით? რა გითხრათ, აბა ამ პასუხზე მაშინ ცოტა ესე იუმორითაც შეიძლება ითქვას. ის და იუმორით ოღონდ რეალურად, იცით? ვაიმე იუმორს, სადაც მართლა რეალური და სიმართლე არ ერიოს, მაგრამ აქ მართლა დიდი წილის სიმართლეა, რასაც გეუბნებით. ამ პასუხს ის კი არ გაგცემთ თქვენ. ამ პასუხის გასაცემად გადაგამისამართებთ აი ვისთანაც მკითხაობს ხოლმე, უცლით მეზღაპრეები რომ ჩამოყავს, ჩხიბავები სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ხომ არ ახალია, ეს ხომ ყველამ ვიცით. რომ ეს კაცი მკითხაობს და რა ვიცი, სიზმრით და ასე შემდეგ და არა მხოლოდ ეს პიროვნება არ არის სამწუხაროდ მართლმადიდებლური ცხოვრებით მცხოვრები კაცი, რადგან მართლმადიდებელი არ არის და კიდევ კარგ დღეში ვართ ჩვენ და თან კულისებიდან გვმართავს. კიდევ როგორ დგავართ ფეხზე გეგა? ზარია ეთერში. გამარჯობა. დიახ, გისმენთ, ოღონდ ძალზე შორიდან მოდის ხმა და კაფეო არ არის. კაიში. ხო, იმაზე მინდოდა მე იქნებ წადოთ ის. წევან პიროვნება თქვა რომ ესე იგი მე მგონია რომ 2028 წლამდე დარჩება უკვე, იმიტომ რომ ყველანაირად ესეთი კანონი. ანუ აი ისევ ის ნიჰილიზმის მდგომარეობა, ანუ ეს ხა არ ახალი ერთი და იგივეზე რომ არ ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს ყველაფერი რატომ არის ასე რა? რატომ არის ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ძალა და რესურსი იმისა, რომ რაღაცა შევცვალოთ. აი ამის სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არა ვართ ქმედითი ერთობით, ჩვენ არა გვაქვს ქმედითი ერთობა. და როცა მე ერთობაზე ვლაპარაკობ, სრულებით არ ვგულისხმობ აქ რაღაც პოლიტიკურ გუნდებს და პოლიტიკურ ძალთა ერთობას. მე როგორც რიგითი ქართველი ვიმეორებ, წეღანაც ვთქვი, ბექაც ასე მიიღეთ და ჩვენ ყველა, ანუ მე აქ როდესაც ჩვენ ერთობაზე ვლაპარაკობთ, მე არ ვლაპარაკობ იმას, რომ პარტიათა შორის დეკლარაცია უნდა დაიდოს და რაღაც საარჩევნო ბლოკები უნდა შევკრათ. მე როდესაც ერთობაზე საუბრობ, აქ საუბრობ დიდ სახალხო ეროვნულ ერთობაზე. აი ეროვნული მოძრაობა გაიხსენეთ, ვინც იმ წლებში ცხოვრობდით, რა ხდებოდა, როგორი ბრძოლა იყო. გაიხსენეთ ბიძინა ივანიშვილი სანამ მოვიდოდა აქ, როდესაც ციხის კადრები გავრცელდა სხვადასხვა პატრიოტთა ალიანსის ძალისხმევით. მთელი საზოგადოება ქუჩაში გამოვიდით. მე ერთ-ერთი ვიყავი რუსურბნის ეპარქიიდან ჩამოსულ ბერთან ერთად, რომ გადავკეტე გვერდზე ვიდექი, მის გვერდზე ვიდექი და კიდე სხვა ხალხი ფილარმონიის მოედანთან იმღამეს გზა. აი ესეთი ეს არის სახალხო ერთობა, ეს არის ეროვნული ერთობა, ეს არის ეროვნული დარაზმულობა. არა ის რომ ჩვენ უკვე ლიდერი და ვიღაცებს შევჩერები ვართ, მესიებს მოლოდი შეხა. ის გასაგებია რომ კოორდინაცია აუცილებელია და გასაგებია რომ ამ ყველაფერს ჭირდება რაღაც მიზანდასახული ბრძოლა და სტრატეგიისათვის აუცილებელია რომ არსებობდეს რაღაცა ორგანიზატორი. არის ბატონო საკოორდინაციო. ჩვენ გვაქვს ეს ერთობა, ანუ საქართველოს პატრიოტთა ერთობა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. შემდგარი არის პატრიოტთა ალიანსთან და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციათა გაერთიანები და ჩვენთვის ღია ყველა ეროვნულ სარწმუნოებრივად და მამულიშვილთა ყველა ასეთი ადამიანებისა და ორგანიზაციებისა და ჯგუფებისთვის, ვისაც გააჩნია სწორი ცნობიერება, სწორი აზროვნება, სამშობლოს სიყვარული უპირველეს ყოვლისა, ზოგს გააჩნია მეტი ინტელექტუალური რესურსი, ზოგს ნაკლები, ზოგს სხვა რესურსები, ზოგს ნაკლები რესურსები, მაგრამ აქ მთავარია განწყობა, ბრძოლის სურვილი და ამ საერთო ბრძოლაში ყველას ადგილი გამოინახება. მაგრამ როდესაც ადამიანები არ გამოხატავენ სურვილს ამ ბრძოლისათვის, როდესაც პასიურ პოზიციაში რჩებიან და მხოლოდ სოციალურ ქსელებში შემოიფარგლებიან მოწოდებების გაკეთებით, ან ეთერებში გვირეკავენ და ესე იგი გვეუბნებიან რომ მიდით, აი ასე არაფერი არ გამოვა, საერთოდ არაფერი არ გამოვა. და თუ ჩვენ გავერთიანდებით და თუ ჩვენ ერთად დავდგებით, ადამიანები, მოქალაქეები, ქართველები და არა მხოლოდ ეთნიკური ქართველები, ყველა ის ადამიანი, ვისაც სამშობლოს განცდა აქვს საქართველოსი, მაშინ ნამდვილად დაიდება შედეგი, ნამდვილად ექნება ჩვენ ბრძოლას ნაყოფი და ნამდვილად ჩვენ დავინახავთ ამ შედეგებსა და ნაყოფებს ამ ბრძოლაში.
კი ბატონო, გეგა, ზარია ეთერში მოგზანდით. ალო, გამარჯობათ. ისმე? დიახ, ისმენთ. შეგან მოქალაქეო ლაპარაკობდა თქვენთან. იძრასა მისულან. ისმენ? დიახ, ბრძანეთ, აბა. მამაღლა. იძრასა კი არა მიიგე. დათუ. მისლა და ესეთი ფოკუსები არაფერს არ წარმოადგენს. თქვენ კარგად იცით საუკუნეებში, გასულ წლებში ამერიკაში რომ რამე ხდებოდა ტერორს უკეთებდნენ, კენედი მოკლეს და ვინ აღარ და ვინ შეეხებიან მომაგი. ალტიმპოსტერი ვარ, თქვენი წევრი ვარ. მერვე ნომრის გამოვდიოდი. ფილიში ნაცხოვრები კაცი ვარ, სახელი კაცი ვარ. უკვე ხეს შემოვიდა მას გაქცელი. ამას სიცხლი გასრა. ეგენ უნდა მოვასწოროთ ყველანაირ ფოტოები. ყველანაირად რა. გაიხარე, გავიგე, კი ბატონო, ინტონაციაც ადეკვატურია. ხალხი ღირსება შელახული ყველა კუთხი რა თქმა უნდა ვერ მოთხოვ და არც მოთხოვ რომ იყოს ზომიერი და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა ვალდებულება გვაქვს შესაბამისი რომ თქვენც რომ მოგინდეთ ჩვენთან ურთიერთობა და ვისაუბროთ ჩვენ არ ვიყოთ აქ ერთ ამბავში და მაგიდაზე არ ვიდგეთ და ასე შემდეგ და არც ავარ ჩვენ ეს კატეგორია. მაგიდაზე ვინც დგანან და მე მაგიდის ქვეშ შეძრომა მოუწევთ იმ კატეგორიას ჩვენ დიდი ხანია პოლიტიკურად, ეროვნულად, რა ვიცი, გავემიჯნეთ, ესე მოხდა ბუნებრივად. წყალგამყოფი მეგობრებო, ჩვენ შორის ძალიან დიდია. ჩვენთვის ხშირად ამის გამო მithქვავს რომ ვისაც მიაჩნია რომ სადესერტო თემაა ჩვენთვის ჩვენი რელიგია, სადესერტო თემაა ჩვენთვის ცხონება და ჩვენი ცხოვრებით ცხონება, ის რა თქმა უნდა ჩვენს გვერდზე ვერ მოიაზრება თანამებრძოლად, ვერც ივარგებს, არც შედგება ეს თანაბრძოლობა. ეს წყალგამყოფი დიდია, ოდიდგანია. ეს სულ ასე იყო და ღმერთმა სულ ასე ამყოფოს. ამ წყალგამყოფის გარეშე ღმერთმა დაგვიფაროს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი წამოვიდეს გადარჩენის ხომალდისკენ, რასაც უფლის ხომალდი, ქრისტეს ხომალდი ქვია. აი ამ პრიზმაში, იცით, ეხლა მავანი იტყვის რომ რელიგიურს რომ აცდა გეგას არაერთ გზის ქონია ეს მოწოდებები და საუბრები თქვენს წინაშე. რელიგიურს და წმინდათა წმინდას რომ ასცდა სწორედაც მათი გზაკვალი, მათი ნამოქმედარი, რომელთა ნამოქმედარიც უპირველეს ყოვლისა ეროვნული და საღვთო უნდა ყოფილიყო, ამის გამო ვართ სწორედ დღევანდელ დღეში. ჩვენ ცოტა დრო დაგვჭა ჩემო გეგა და მე მადლობა მინდა გადავიხადო უპირველეს ყოვლისა და ტრადიციულად უფლის წინაშე დღევანდელი დღისათვის, გუშინდელისთვისაც და ხვალინდელისთვისაც. მადლობა ჩვენს საეთერო ჯგუფს, რა თქმა უნდა, ჩვენს პროფესიონალებს. მადლობა თქვენ პატივცემულებო, ტელემაყურებლებო, რადიომსმენელებო, რომელნიც დაგვიკავშირდით, რომლებმაც ცადეთ, მაგრამ ვერ დაგვიკავშირდით, თქვენც დიდი მადლობა. და გულგატეხილობა იცით, რომ არ ყოფილა არასდროს ჩვენი არსენალი და ჩვენი არსენალი რაც ყოფილა, აი იმ კუთხით, აი იმ მიმართულებით განვითარდეთ. და რა არის ეს? შეიბ მახვილი სიმართლისა. საჭიროებაა მახვილი მხილებისა. საჭიროებაა მახვილი ბრძოლისა, დიახ, სიტყვით, საქმით და ასე შემდეგ. ადეკვატურად ჩვენს ერაში არ მოგეჩვენოთ ახლა ცხენზე ამხედრებული არ ტოვებს თავის ერს. არ ტოვებს თავის ერს ცხენზე ამხედრებული და ის შეგვეწევა ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლომდის ღვთის ძალითა და მადლით. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ. ღმერთმა გიმრავლოთ მშვიდობა.